რაც თავი მახსოვს ეს პროფესია მინდა და შეიძლება ითქვას არც მდომებია სხვა პროფესია, ამიტომ თავისთავად მოხდა. ფიქრობდნენ რომ უფრო სტაბილური პროფესიის არჩევა უკეთესი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ დღესაც მგონია რომ ყველაზე ბედნიერი ამ პროფესიაში ვარ და ყველაზე საინტერესო ჩემთვის ეს არის. პირველი როლი ეს იყო მეორე კურსზე. ირაკლი ძნელაძის სპექტაკლში მეწარის ცოლის ამბავი და ვიყავი წითელკაბიანი ქალი და იყო ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი სიამოვნება იყო ეს სირთულესთან ერთად. ფერები მიყვარს ცხოვრებაშიც, პროფესიაშიც, არ მიყვარს როცა რაღაცას მიმაკუთვნებენ და ამ ჟანრის მსახიობი უნდა ვიყო. მინდა რომ გამოვცადო ის, რაც არ მაქვს გამოცდილი. მიზანი ყოველთვის მახარებს, მიზანთან ახლოს ყოფნა, მაგრამ პროცესი არის მთავარი ინტერესი ჩემთვის. თეატრი ისეთი რამეა, ყოველ ჯერზე ამტკიცებ, ყოველ ჯერზე გადიხარ და აი ხმა როგორ გაქვს ამ მომენტში, აი ამას ვერ შეცვლი, ან გაქვს გამოსწორების საშუალება. კინოში ვეღარაფერს ვეღარ ასწორებ. ორივე ნაწილია ჩემი პროფესიის და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თეატრალურშიც თეატრის მსახიობის პრაქტიკა უფრო მივიღე და გამოცდილება, მაინც კინოსა და თეატრის მსახიობი ვარ. ჩემი ბავშვობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყველაზე მეტად ის მიმომწონს, რომ დიდხანს ვიყავი ბავშვი. შეიძლება შეჟღერდეს რაღაცნაირად ათეტიკური იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი მოტივატორი დედაჩემი არის ჩემთვის. მიუხედავად იმისა, ხშირად ვეწინააღმდეგები და მამა ჩემი არის ასევე ძალიან კარგი მეგობარი. დღეს რო ხვდები ძალიან დამეხმარა ეს შეგონებები მამა ჩემის ეს მრავალწლიანი პროფესიაში, რომ არ დამეკარგა პროფესია, რომ ყველაზე ძვირფასი ყოფილიყო, რომ გამეძლო ამ ყველაფრისთვის ასე მსუბუქად. რაც არ უნდა დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობა ქონდეს შენი შვილების მიმართ, ყოველთვის გაკლია რაღაც და ყოველთვის გინდა რომ შენი შვილებისთვის უკეთესი იყო ყოველ მხრივ. ქართულ ცეკვაზე დავდიოდი ნინო პირველიძესთან, სადაც არ გამოვირჩევოდი დიდი ტალანტით და მონდომებით, უნდა ვაღიარო. უბრალოდ ძალიან მიყვარს ცეკვა, ქორეოგრაფია და ყოველთვის ვუყურებდი არა მხოლოდ ბალეტს, სხვადასხვა ცეკვას, სხვადასხვა მიმდინარეობის და ძალიან მიყვარს. მე დღეს რომ მეკითხებიან, აი რო არა მსახიობი შეიძლება მხოლოდ მოცეკვავი ყოფილიყავი, არ ვიცი.